მოგესალმებით. დღეს ტრადიციულად როგორც ყოველ ორშაბათს სასესიო კვირაში გაიმართა უმრავლესობის ხდომა, ბევრ საკითხები მისჯელეთ. წარმოგიდგეთ იმ ძირითად საკითხებს, რაზეც ჩვენ მქონდა დღეს მსჯელობა, დისკუსია. ერთ-ერთი საინტერესო საკითხი, ეს არის თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნები. მომდევნო დღეებში ნამდვილად არა, მაგრამ უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება არჩევნებისათვის, რომელშიც ჩართული იქნება პარტიული სტრუქტურის ყველა რგოლი. ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნები, როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებზეა საუბარი და გავიმარჯვოთ დამაჯერებლად, რისთვისაც როგორც აღნიშნე, უახლოეს პერიოდში დავიწყეთ მზადებას და პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რომ რიგით მე-10 არჩევნებში ქართული ოცნება მოიპოვებს მე-10 დამაჯერებელ გამარჯვებას. ჯერ კიდევ არის დრო და ჩვენი ოპონენტები, რა ვიცი, ოპონენტებად თუ იწოდებიან, არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ისინი დამარცხებისათვის არიან განწირულები, რადგან საქართველოს აგენტურული პარტიები ვეღარასდროს გაიმარჯვებენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც უმრავლესობის ფორმატში იყო მსჯელობა, ეხება პარტიის ყრილობის გამართვის საკითხს, თავდაპირველად ჩატარდება რეგიონული კონფერენციები, როგორც ეს ხდება ხოლმე როგორც წესი, და შემდეგ უკვე გაიმართება ქართული ოცნების ყრილობა, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. ასევე განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, მცირედით, მაგრამ განახლება იქნება, დეტალები როგორც ყრილობის თაობაზე, ასევე პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაზე მოგვიანებით გახდება ცნობილი. ასევე მიმდინარე საპარლამენტო კვირას სხვა მნიშვნელოვან კანონპროექტებთან ერთად მეორე მოსმენით განვიხილავთ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, ამის შესახებ საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს ყველა ადამიანისათვის, საქმე ეხება დამნაშავე პოლიტიკური პარტიის მემკვიდრე პარტიების აკრძალვას. ჩვენ ვალდებულები ვართ ისე დავხვეწოთ კანონმდებლობა, რომ დამნაშავედ გამოცხადებული პოლიტიკური პარტიის სატელიტმა პარტიებმა ან კონკრეტულმა პირებმა, ვერც პარტიამ და ვერც პერსონალიებმა, ასე ვთქვათ, ვეღარ შეძლონ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება. როგორც იტყვიან, ყოფილი ნაცი არ არსებობს და არც ყოფილი აგენტი არსებობს, ალბათ ამაში დამეთანხმებით. და ბოლოს საპარლამენტო უმრავლესობას შევთანხმდით და მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორც ეს დაანონსებული ჰქონდა წინა პერიოდშიც, რომ საპარლამენტო კომისიას გავუგრძელებთ საქმიანობის ვადას 5 ივნისამდე, როგორც ეს საპარლამენტო კომისიის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ დღეს მოითხოვა საქართველოს პარლამენტიდან. საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ფაქტობრივად ამოუწურავია ნაცმოძრაობის კრიმინალური რეჟიმის უმძიმეს დანაშაულთა ნუსხა. თუმცა როგორც ხედავთ, კომისია ცდილობს მაქსიმალურად მოკლე ვადებში მცირე ნაწილი მაინც გამოიკლიოს იმ სისასტიკიდან, რომელიც დღეს პოლიტიკოსად წოდებულმა აგენტურამ დაატეხა ქვეყანას, როგორც წარსულში, ასევე დღეს და მე ვფიქრობ, რომ ამ დასკვნის შემდეგ, რომელსაც კომისია შეიმუშავებს, ჩვენ გვექნება კიდევ უფრო მყარი, როგორც ფორმალური, ასევე რეალური საფუძველი იმისათვის, რომ მიმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამ პარტიების აკრძალვის შესახებ, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, რომ არ განმეორდეს 2012 წლამდე სისასტიკე ამ ქვეყანაში და ოპოზიციონერად არ იწოდებოდეს აგენტურა, რომელიც გარე ძალების ქვეყნების თუ კონკრეტული დაჯგუფებების თუ ჯგუფების დავალებებს ასრულებდნენ. საქართველოს უნდა შეძლოს, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში ყავდეს ისეთი პარტიები, ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც ემსახურებიან საკუთარ ხალხს და საკუთარ სამშობლოს. ახლა მზადა ვარ კითხვებისთვის. მოგესალმებით, მარიამ ბუღაძე, ტელეკომპანია იმედი. ბატონ მამუკა, გითხავთ პირველ რიგში ვანო ჩხიკვაძესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა სტატია, სადაც პირდაპირ მოწოდება ვიზომ მოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით. რა შეფასება შეიძლება მიეცეს ამ ფაქტს? ეს არის თანამედროვე ორჯონიკიძეობა და დანოსი გააგზავნა ვინმე ჩხიკვაძემ, რომ საქართველოს აღმოჩნდეს იმ მდგომარეობაში, რომ მას შეუჩერდეს ვიზა ლიბერალიზაცია, ანუ ქართული ოცნების მიერ ერთი კარგი დიდი მონაპოვარი დარევერსდეს, როგორც იტყვიან, უკან დაბრუნდეს და დაისაჯოს ქართველი ხალხი. ამ შემთხვევაში ხო სანქციებს რომ ითხოვენ, ასეთი მძაფრი რეაქციები ხო არ გვაქვს. სანქციებს ითხოვენ, გვასანქცირებენ და წარმოუდგენლად მიაჩნიათ, რომ ჩვენ ამას არ ვიმჩნევთ. და მართლაც, თუ კი ეს არ არის რაღაცა ნაძალადევი პათოსი და არც რაღაც ლირიული გადახვევა და არც თქვათ ენთუზიაზმის ზედმეტად გამომჟღავნება. თუ შენ ქვეყანას ჭირდება, უნდა გააკეთო ის, რაც შენ ქვეყანას ჭირდება. და არასდროს არ უნდა იფიქრო იმაზე, რომ სხვა ქვეყნების, სხვა ძალების დავალებებით იმოქმედოს საკუთარი სამშობლოს და ხალხის წინააღმდეგ.
და თუ ამას აკეთებ და შენ დამოუკიდებელი ხარ შენ გადაწყვეტილებებში და შენი სამშობლოს წინაშე ხარ მართალი ამისათვის გასანქცირებენ ეს სანქციაც თავისუფლად უნდა მიიღო და არ უნდა ინერვიულო ამაზე და არც არავინ ნერვიულობს მაგრამ ახლა ისინი და რეაქციებიც არ გვაქვს განსაკუთრებულად ძაფრი ხედავთ ხო ყველაფერს მაგრამ ახლა ისინი ითხოვენ ხალხის დასანქცირებას ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას აგზავნიან ეგრეთ წოდებულ დანოსებს ამისათვის უფრო მეტი მოღალატეობრივი საქციელი წარმოუდგენელია რომელიღაც გადაცემაში ვამბობდი რამდენიმე დღის წინ თქვენ წარმოგიდგენიათ შემთხვევით რომ უკაცრავად ამ გამოთქმის და ჟარგონისათვის გაუსკდეთ ეს ამბავი რომ გააგზავნეს ჩვენ თვითონ აქვეყნებენ უკვე რომ ნორმად მიიღო ეს ქართველმა ადამიანმა ვიღაც მეორე ქართველი რომ აგზავნის სადღაც სხვაგან რომ დასაჯე ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი იმიტომ რომ აქ წესიერად არ ვიქცევითო ჩვენო ეს გახდა ნორმა ქცევის ნორმა გახდა თითქოს ჩვეულებრივი ამბავი და არაფერი გაატარეს აბა კითხეთ თუ შეგიძლიათ ეს ჩემი საქმე არა თქვენ ვისაც კითხავთ მაგრამ მოგიწოდებთ ნამდვილად გულწრფელად გთხოვთ ნებისმიერ ჟურნალისტს წადით და კითხეთ დანარჩენებს იმ დიდარი NGO-ს წარმომადგენლებს და სხვა აგენტურული პარტიის და პარტიების წარმომადგენლებს რა რეაქცია აქვთ ამაზე მოწონთ მაგრამ რა არ უნდა მოწონდეთ თვითონ შვებიან ამას დადიან სიებს აგზავნიან ესენი არიან ყველანი თანამედროვე ორჯონიკი ძეები და ვერ გაითავისეს ერთი რაღაცა სხვათა შორის ერთ-ერთმა მათმა ლიდერმა თქვა რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ გადაცემაში და ალბათ ამოიღებთ ადვილად ამ კადრებს რომ ვიღაცის აგენტობა მეჩვენა თუ არ ვწდები მაშინ ამერიკაზე და რუსეთზე იყო ხო ლაპარაკი აგენტი ვისი ხარ მნიშვნელობა არა აქვს ჩემ ქვეყანას რუსეთიდან ებრძვი თუ სხვა ქვეყნიდან ებრძვი საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც ჩემთვის და არც ნორმალური არც ერთი ადამიანისათვის აგენტი რომელი ქვეყნის ან რომელი ძალისაც არ უნდა იყოს აგენტი არის აგენტი რუსეთის იქნება თუ სხვისი ის საქართველოსთვის არ იღწვის და არ იბრძვის აგენტი არ შეიძლება საკუთარ სამშობლოს ემსახურებოდეს ის ემსახურება იმას ვისი აგენტიც არის ვინც ფულს უხდის ვინც უკაცრავად და დაავერბოკა და ვინც დავალებას აძლევს დღეს ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე დგას რუსეთის საოკუპაციო ჯარი რომელიც დიდად არ აწუხებდა ამ ხალხს ვიდრე უკრაინის ომი არ დაიწყო და რუსეთი არ შეიჭრა უკრაინას მანამდე არ აწუხებდათ მანამდე ზოგი რუსი ბანი იყო ზოგი რუსეთში დადიოდა და კონცერტებს ატარებდა ზოგი ასეთის ჩატარებას თხოვდა კულტურული ღონისძიებების რუსებს საქართველოს დაღუპული გმირი მათთვის პრობლემა არ იყო მაგრამ უკრაინაში დაიწყო თუ არა ომი მერე გახდა საშინელება რუსეთი ისე რომ ხსენებაც არ შეიძლებოდა მის და არ შეიძლებოდა თქვა რაღაცა ეკონომიკაში ტურიზმის იმ მონაწილეობას იმ რგოლის მონაწილეობას და ტურისტის ჩამოსვლაზე ყოფილიყო ლაპარაკი რომელიც თქვა ეკონომიკას ასტიმულირებდა ეს იყო ღალატი ქვეყნის მაგრამ მანამდე თვითონ ეპატიჟებოდნენ ანუ ესენი გაბრაზდნენ მას შემდეგ აი ესეთი ვიღაც ხვიკვაძეები აგენტურა როცა უკრაინაში შეიჭრა რუსეთთან ქართველები რომ დაგვიხოცა გმირები დააწამა აქ მაშინ არ იყო პრობლემა აი ეს ორმაგი სტანდარტი ამას რომ დავარქვათ ესეც რბილ შეფასებას მიმაჩნია და ამიტომ ეს არის მოღალატეობა სამწუხაროდ საკუთარი ქვეყნის დასაცის ხალხი ჩადის ამ მოქმედებით კითხავთ კიდევ ერთს ამერიკის თადარიგის პოლკოვნიკი საუბრობს რომ ამერიკის ხელისუფლება საქართველოს დღევანდელ მთავრობაზე ზემოქმედებას ახდენს რამდენიმე NGO-ს მეშვეობით მათ შორის არის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი და დემოკრატიის დაცვის ფონდი და მისი თქმით იყო მცდელობა ხელისუფლების დამხობისაც ეს ფაქტები რაზე მიუთითებს ხელისუფლებაზე გავლენაში ვერავის დავეთანხმები როგორც იქნა ამ გავლენებისგან ბოლომდე თითქმის ბოლომდე განთავისუფლდით ჩვენ რაღაცებს ვითვალისწინებთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან არსებული ასე დავარქვათ ორგანიზაციებს დღემდე ვცდილობთ რომ რაღაც წითელი ხაზები არ გადავკვეთოთ მიუხედავად იმისა რომ ვლაპარაკობთ უკვე ღიად და კულისებიდან ეს ამბავი გამოვიტანეთ რომ ჩვენ მოგვიწოდებდნენ ომისკენ მიუთითებთ საჯარო ბეჯერ გინახავთ ხო განცხადებებზე რომლითაც ომისკენ მოგვიწოდებდნენ ვამბობთ რომ კულისებში ამის შესახებ საუბრები იყო მაგრამ დეტალებზე მაინც ვიკავებთ ხოლმე და პერსონებზე ბოლომდე რაღაცეების თქმისგან თავს ხო ხო ასია ანუ ამას კრიტიკულად თუ გნებავთ დაარქვით და დავარქვათ რომ გათვალისწინება ბუნებრივია მიდის სხვა ქვეყნების განსაკუთრებით დასავლეთიდან მაგრამ დღეს საქართველო ისე დამოუკიდებელი ამ გავლენებისგან როგორც არასდროს
და ეს გვაძლევს ჩვენ სითამამის საფუძველს, თამამად საუბრის საფუძველს, რომ ჩვენს გარეშე საქართველოში გადაწყვეტილებებს ვეღარაძროს მიიღებს. ქართველი ხალხის გარეშე გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაში ვეღარაძროს მიიღებს ვერავინ. ეს სიტუაცია არ უნდა შეიცვალოს. შეიძლება გავიდეს დრო, ბევრი ხელისუფლება შეიცვალოს ამ ქვეყანაში, მაგრამ ეს უნდა იყოს ტრენდი ეგრეთ წოდებული. ეს უნდა იყოს აპრიორში განსახილველი საკითხი და ამას ვეღარავინ უნდა გადაუხვიოს, რომ გარე დავალების შემსრულებელი საქართველოს ხელისუფლებაში ვერ უნდა მოვიდეს, შესაბამისად გადაწყვეტილებები ქართველმა უნდა მიიღოს საქართველოში, თავისი ქვეყნისა და თავისი ხალხის შესახებ. რა თქმა უნდა იყო მცდელობები, რა თქმა უნდა იყო დამხობის მცდელობები, რა თქმა უნდა იყო ბევრი მცდელობა რევოლუციის, ვეღარ ვითვლით უკვე ბოლო პერიოდში რამდენი რაღაც ასეთი გამოხტომა ჰქონდათ მათ, მაგრამ ქართული სახელმწიფო დადგა იმ სიმაღლეზე, რომ ვერ მოგვერივნენ. ალბათ ბევრს ვერ წარმოედგინა, ჩვენ შორისაც კი ბევრს გულწრფელად გეტყვით. ვერ წარმოედგინა, რომ ამხელა დარტყმას გაუძლებდით. ერთი მხრივ გშველის ჩვენ სიმართლე, გუნდის სიძლიერე, ხალხის სიბრძნე და ხალხის სიყვარული თავისი სამშობლოს მიმართ, საქართველოს მიმართ და მეორე მხრივ ესეც უნდა ვაღიაროთ გშველის ოპოზიციის უკიდეგანო უნიათობა. $100 მილიონი ნახევარი მსოფლიოს მხარდაჭერა და ამ ხალხმა ამ ქვეყანაში ვერაფერი გააწყო. აი ესეთი უნიათოები არიან, ალბათ ესეც წარმოუდგენელი ამბავი იყო, მაგრამ მეორე მხარეს სიმართლე, სიბრძნე ხალხის სამშობლოს სიყვარული, გუნდის ერთიანობა, ჩვენი მყარად დგომა, ყველაფერი ამას ერთად მოერია და საბედნიეროდ ჩვენი ქვეყანა დღეს არც ომშია, არც ეკონომიკური კრიზისი აქვს და ეკონომიკური ზრდა აქვს იმდაგვარი რომ ტრაბახობთ და ის ასეც არის. სოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი აღიარებენ რომ ჩვენ პირველები ვართ ევროპაში ამ კუთხით ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და არც არაფერი ემუქრება ჩვენ მშვიდობას, ჩვენ განვითარებას, თუ კი ასე მყარად ორფეხზე დგომას გავაგრძელებთ. კესო კაფიანიძე რუსთავი არის. შალვა პაპოაშვილის პოსტზე მინდა კითხოთ, სადაც საუბარია იმ გამოწვევებზე და იმ გამოცდილებაზე, შანტაჟის და არეულობების მცდელობებზე, რომელიც დაძლია ქართულ მოცნებამ, ასევე საუბარია პარტნიორებთან ურთიერთობის გადახედვაზე, არჩევნების წარმატებით დამაჯერებელ მოგებაზე. რო შევაფასოთ, რა საფრთხეები შეიძლება მოდიოდეს დღეს ოპონენტების მხრიდან და ასევე როგორია მოცნების სტრატეგია ამ გამოწვევებთან საბრძოლოდ. შეუძლებელია შალვას პოსტებს გაეცნო და არ შეაფასო და დააფასო სწორად ის რაღაცაც ის აკეთებს ქრესტომატიული სიზუსტით მოვლენებს აღწერს ხოლმე როგორ ვითარდებოდა მოვლენები ბოლო პერიოდის განმავლობაში და ეს არის თანამედროვე ისტორია, თანამედროვე რეალობა, რა დარტყმას უძლებს ქვეყნის გარედან ჩვენი სახელმწიფო, რამდენად ამაყად და მყარად დგას საქართველო და რა არის ამისათვის საჭირო, რაზეც წეგან ვილაპარაკე, ეს არის ამისი გაგრძელება, დასაწყისი, საფუძველიც ჩვენ გვაქვს თანამედროვე ისტორია, რომლითაც მე ვფიქრობ წლების შემდეგ ქართველები იამაყებთ და ჩვენი შვილები იამაყებენ, რომ საქართველოს ასე გაუძლო წნეხს, რომელიც გარედან მოდიოდა და შიდა აგენტურის მიერ მისი რეალიზების მცდელობა ხდებოდა ხოლმე. ბოლო წლებმაც ესაჩვენა და საქართველოს პარლამენტიც, რომელიც ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენება უნდა ვიღაცებს, ფეხზე დგას, მყარად დგას, იღებს ძალიან ბევრ გადაწყვეტილებას, უფრო მეტ გადაწყვეტილებას, ვიდრე მავნებლობის ჩვენი ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მავნებლობის პერიოდში ვახერხებდით და თან ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელთან დაკავშირებითაც საერთოდ ხმას ვეღარავინ ვეღარ იღებს პრაქტიკულად. მაგალითად, როდესაც წინა მოწვევის პარლამენტში, ერთ მაგალითს ვიტყვი მხოლოდ, გამჭვირვალობის კანონზე ჩამოაქციეს ქვეყანა 2 წლის განმავლობაში, რომ ეს იყო თითქოს რუსული კანონი, ახლა მივიღეთ უფრო მკაცრი კანონი იგივე სფეროს დასარეგულირებლად, უფრო გაბედული ნაბიჯი გადავდგით და ამაზე ხმა ვეღარ მოიღეს, იმიტომ რომ ეს იყო ამერიკული ფარას ანალოგი და ამასობაში საზოგადოებასაც უკვე გათვითცნობიერებული ქონდა, რასთან ქონდა საქმე რეალურად და რა სოფლიო დონის აფიორა და საუკუნის აფიორა შემოგთავაზეს აგენტურამ და მათმა პატრონებმა, თორემ ჩვენ თუ გახსოვთ, როდესაც დავარეგისტრირეთ და ეს იყო ხალხის ძალის ინიციატივა, მათმა დაარეგისტრირეთ და ჩვენ ხარი დაუჭირეთ კიდევ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ. თავიდან ამერიკული კანონი იყო დარეგისტრირებული და გამჭვირვალობის კანონი პარალელურად, მაგრამ მაშინ იმდენად უინფორმაციოდ იყო საზოგადოება, რომ ჩვენ ვერ შევძელით ამისი გატანა. დღეს შეიძლება ხო ამის ლაპარაკი, მაგრამ დღეს, როდესაც საზოგადოება გაერკვა, მარტო ის კი არ იყო ანალოგი დავაინიცირეთ, ანალოგი დაინიცირებული ქონდა ერთხელ. ახლა ანალოგი დავაინიცირეთ საზოგადოების უკვე ინფორმირებული სიტუაციის ფონზე.
ინფორმირებული საზოგადოებას წარუდგინეთ ჩვენ ეს კანონპროექტი და გავიდა ისე, რომ პრაქტიკულად კრიტიკაც კი ვერ შეძლეს. აი ეს არის განსხვავება წინა პერიოდსა, წინა მოწვევის პარლამენტსა და ამ მოწვევის პარლამენტს შორის. საპარლამენტო ოპოზიციას გვყავს, რომელიც ჩვენი წიაღიდან წარმოიშვა, კი ბატონო, გეთანხმებით ეს ასეა. ყველას ეხლა თვალი უნდა დავხუჭოთ ფართოდ, როგორც ზოგიერთი იტყვის ხოლმე. იმასთან დაკავშირებით ვთქვათ, რომ ისინი ჩვენი მტრები არიან პოლიტიკური თუნდაც, ეს ასე არ არის, მაგრამ მათ აქვს გარკვეული საკითხები. ამ ფოტოთხრებს ფოტოშურის ძალიან კრიტიკულად მიუდგნენ რაღაცებს და აპირებენ რომ ეს კრიტიკული განწყობა მინისტრის დაბარების პროცედურაში გადაიტანონ და ეს მისასალმებელია მხოლოდ და მხოლოდ. გარკვეული უხერხულობები პიროვნული არსებობს ჩვენ შორის მეგობრები ვართ, მაგრამ ისინი ჩვენი დიდი ნაწილი ერთმანეთის, მაგრამ ისინი ახლა ისეთ საკითხებს ამზადებენ, მაგალითად კრიტიკული გამოხმაურება ქონდა მათი მხრიდან მინისტრის საათის გაუქმებას და დღეს უმრავლესობის ხმაზე მათ შორის ერთ-ერთი ესეთი საკითხის განვიხილეთ, რომ ჩვენ საპარლამენტო ოპოზიციასთან ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ინტერპელაციაში უფრო დახვეწილი მოდელი შევთავაზოთ, რომ სპონტანურად კითხვების დასმის საშუალება იყოს ინტერპელაციის დროს საიმისოდ, რომ არ დარჩეს ვიღაცას განცდა, რომ რაღაცა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის შესუსტა პირიქით უნდა გავაძლიეროთ. და ჩვენ ვცდილობთ, რომ უფრო პრაქტიკული დინამიური იყო საპარლამენტო პროცესი და არა ის რომ მოვიდა მინისტრი წინასწარ დაწერილი კითხვის საპასუხოდ რაღაცები ილაპარაკა და წავიდა, არამედ ინტერპელაციის პარალელურად სპონტანურად კითხვების დასმის საშუალება იყოს და დინამიური გახდეს უფრო პროცესი. აი ასეთ საკითხებზე უკვე გვაიძულეს კარგი გაგებით რომ ვილაპარაკოთ. და ეს საკითხი შესაძლებელი გავგიხსნათ დღეს უმრავლესობაში. ხა დანარჩენი მათია დამოკიდებული საპარლამენტო ცხოვრება მიდის, კანონების მიღება სწრაფ ტემპში მიდის, მავნებლობით არავინ გვიშლის ხელს, გადაწყვეტილებასაც ვიღებ და რაც ყველაზე მეტად მე პირადად მიხარია ნამდვილად და ეს ქვეყნისთვისაც არის ძალიან კარგი, ჩემს სიხარულს არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ქვეყნისთვის არის ძალიან კარგი, რომ რაც ამდენი ხნის განმავლობაში 2012 წლიდან გავაიძულეს გარედან, ხო არ უარყოფთ, გავაიძულეს მიგვეღო, ამ ყველაფრის გასწორება მიდის, რომ მაქსიმალურად მოერგოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის ინტერესებს. დიდი მადლობა.